მიგრანტები იღებენ წერილებს, გაფრთხილებებს იმის თაობაზე, რომ მათი ქვეყანაში დარჩენა ვეღარ გაგრძელდება. ქვეყანაში ცხოვრების უფლების განახლება მხოლოდ მცირედ შემთხვევებში თუ ხდება, ხოლო უმეტეს შემთხვევაში ქვეყნის დატოვება უწევთ განსაზღვრულ ვადაში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხალხი, რომლებიც არიან დამნაშავეები, ასწევენ პატივს ქვეყნის ცხოვრების წესსა და კანონებს, არ იმსახურებენ არც დანიაში და არც ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრებას. ამიტომ მოხდება მათი გაყვანა სხვა ტერიტორიაზე, ან უკან თავიანთ სამშობლოში დაბრუნება. საუბარი არის პარტნიორ ქვეყანაში გაყვანაზე, რომელიც არის ევროკავშირის ტერიტორიის მიღმა. ჩემი ვიდეოების სპონსორია Very Bad Agency, დიზაინის სააგენტო, რომლის ბრენდინგიც აგებულია ციფრული აფთიაქის მეტაფორაზე. სააგენტო იყენებს სარკაზმს, შავ იუმორს და ვიზუალურ დოფამის იმ ბრენდების გამოსაჯამთრებლად, რომლებსაც აქვს კრეატივის ნაკლებობის სიმპტომები თავიანთ ციფრულ პროდუქტებში. თუ კი ამ ვიდეოს უყურებ, მოიწონე ჩემი ვიდეო, გამოიწერე ჩემი არხი და შენი აზრი კომენტარების სახით დაიმფიქსირე. საუბარი გვაქვს დანიაზე 6 მილიონი დანიელი მოსახლით, რომელიც ევროკავშირის მნიშვნელოვან წევრ ქვეყანას წარმოადგენს. ეს ქვეყანა ცნობილია იმით, რომ წლების განმავლობაში ხვდებოდა ყველაზე ბედნიერ ქვეყანათა შორის, ჰქონდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევა, უფასო სწავლა და ქვეყნის მთავარი ფილოსოფია გადის ტოლერანტობასა და თანასწორობაზე. თუმცა გარკვეული საკითხები, როგორც ჩანს, შეიცვალა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად შემცირდებოდა. დანიის ტერიტორიაზე და მათი ქვეყნის ნაცვლად, მათი გაყვანა მოხდებოდა სხვა ქვეყანაში, კერძოდ რუანდაში. საზღვარზე დაიწყეს იმ ძვირფასეულობის ჩამორთმევა, რაც მათ არ ეკუთვნოდათ და დაიწყეს იმ უბნების სრულად გაწმენდა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ ჯგუფად. ანტისანიტარია და სრული სიბინძურე ისევ წესებს დაუბრუნდა. არ იფიქროთ, რომ ეს კანონი და წესები რომელიმე რადიკალურმა მემარჯვენე პარტიამ მიიღო, არამედ მართველი პარტია შედგება მუშათა კლასის ამომრჩევლისგან და მათი პოლიტიკური პოზიცია მეტად მემარცხენე და ცენტრისტულია. მათთვის მთავარი აღმოჩნდა დანიელი ხალხის სურვილი და მოთხოვნა სისრულეში მოეყვანათ და ცდილობენ კიდეც ამას. დანია, რომელიც მუდმივად გამოირჩეოდა თავისი ლიბერალური და მეტად შეწყნარებლური მიდგომით, დღეს ფრონტის წინახაზე დგას და ებრძვის უკანონო მიგრაციას და თან საკმაოდ დიდი წარმატებით. დანია იყო ერთ-ერთი პირველი ბელგიასთან, ავსტრალიასთან და გერმანიასთან ერთად, ვინც დაიწყო მიგრანტების მიღება გასული საუკუნის 50-იან წლებიდან და 21 საუკუნის 20-იან წლებამდე ამ პრაქტიკას დიდ რეკომენდაციას უწევდა. დაწყის ეტაპზე საზღვრების გახსნა ეხებოდათ კონკრეტული საქმის შემსრულებლებს, ქარხნებში მომუშავე ხალხსა და თავის საქმის მცოდნე ინჟინერებს, ხელოსნებს და ასე შემდეგ. მათი ვალდებულება იყო შეესრულებინათ თავის სამუშაო, აეღოთ შეთანხმებული ანაზღაურება და დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სამშობლოში. თუმცა ბევრი დარჩა, ოჯახებიც ჩამოიყვანეს და გადმოსახლდნენ დანიაში. 1993 წელს დანიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მაძიებლებს კიდევ უფრო ფართოდ გაუღეს კარი და ქვეყანაში შესვლის უფლების გარდა სამედიცინო მომსახურებაც შესთავაზეს სოციალურ დახმარებებთან ერთად. 80-იან წლებში მიგრანტთა რაოდენობა დანიის მოსახლეობის 2,6% შეადგენდა, ხოლო ეს რიცხვი 2025 წლისთვის 12,6%-მდეა გაზრდილი. დამატებით 3,7%-ს მშობლები ყავთ მიგრანტები, რადგან ისინი გაჩნდნენ დანიაში და აქვთ დანიის მოქალაქეობა. 2012-15 წლები იყო ყველაზე კრიზისული პერიოდი, როცა ევროკავშირის საზღვრებს მოაწყდა მილიონზე მეტი მიგრანტი. ავღანეთიდან, ერაყიდან, სირიიდან დანიამ ათასობით მათგანი მიიღო, თუმცა სრულად არ ყოფილა მზად ასეთი დიდი ნაკადის მისაღებად. წლიურად საშუალოდ 20,000-ზე მეტი მიგრანტი შედიოდა დანიაში და ერთ დროს მშვიდი და მოწესრიგებული დანიური ქალაქები სულ ქაოსს დაემსგავსა. მიგრანტების უდიდესი ნაწილი არ სწავლობდა დანიურს, არ ცდილობდა დანიურ ცხოვრებას აყოლოდა და საკუთარი თავის ინტეგრაცია მოეხდინა. შესაბამისად, ის ისეთი უცხო იყო დანიისთვის წლების შემდეგაც კი, როგორც ის ქვეყანაში ჩასვლის პირველივე დღეს იყო. მიგრანტთა მიმართ სრული ღიაობის პოლიტიკამ დანიისთვის კარგი შედეგები არ გამოიღო. მსგავსი ეთნიკური ჯგუფები ერთ ლოკაციაზე სახლდებოდნენ, ერთიან ჯგუფს ქმნიდნენ და დანიურ საზოგადოებისგან თავს შორს იკავებდნენ. არ იცოდნენ ენა, არ ჰქონდათ შემოსავალი, გამოირჩეოდნენ დაბალი განათლების დონით და მკვიდრ მოსახლეობისთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ დასახლებულ ადგილებში დანიური ენა ფაქტობრივად მეორე ან მესამე იყო. წლების განმავლობაში დანია არ აღიარებდა ამ პრობლემის სიმძაფრეს, თუმცა როგორც კი აღიარეს, შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა. პირველ ჯერზე გაავრცელეს ბრძანებები და გააგზავნეს სხვადასხვა ქვეყანაში განცხადებები, რომ ყველა ის სიკეთე, რასაც თავშესაფრის მაძიებლები დანიაში იღებდნენ, განახელდა და დანიაში მათ 60 აღარ დახვდებოდათ.
ეტაპობრივად დაიწყეს პოლიტიკოსებმა ხმის ამოღება და დაიწყეს მუშაობა ლოკალური გეტოების განადგურებაზე. ლოკალური გეტოები იყო და არის ადგილები, სადაც ჭიდოდ ცხოვრობდნენ მიგრანტები და რომლის სიახლოვესაც არც ერთ დანიელს არ სურდა ცხოვრება. გარდა ამისა, კრიმინალის დონე იმდენად გაიზარდა, ერთ დროს უსაფრთხო ქვეყანა საკმაოდ საშიში გახდა. კერძოდ, თუ დანიის მოსახლეობის 10-14% მიგრანტები წარმოადგენდნენ, ქვეყნის მასშტაბით ჩადენილი კრიმინალის 25-30% სწორედ მიგრანტებზე მოდიოდა, რაც არანორმალურად ძალიან დიდი ციფრია. მას შემდეგ, რაც დანიური ყინული დაიძრა და პოლიტიკოსებმა არათუ მხოლოდ საუბარი დაიწყეს, არამედ ქმედებებიც მოაყოლეს თან, ცნობილი გახდა, რომ მიგრანტთა ოჯახების დანიის ტერიტორიაზე შენახვა და ზრუნვა დანიის ბიუჯეტს წლივად 4,2 მილიარდი დოლარი უჯდებოდა, რაც 6 მილიონიანი დანიელი მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. თან ამავდროულად, ეს თანხა არც ინვესტიციაა და არც საიმე მიზანზეა გასვლილი, ის უბრალოდ გაქრება. ამასთან უძრავი ქონების ფასი გაიზარდა გინდა ყიდვის და გინდა ქირის შემთხვევაში და ექსპერტები ასეთ უცაბად გაძვირებას სწორედ მიგრანტთა გაზრდილ ნაკადს აბრალებენ და იმ ფაქტსაც, რომ სადაც მიგრანტები სახლდებიან, იმ ტერიტორიებიდან ადგილობრივები მიდიან. როგორ მუშაობს დანიის სახელმწიფო მიგრანტების პრობლემის აღმოსაფრთხებლად? 2016 წელს დანიურმა პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც პოლიციას ჰქონდა უფლება თავშესაფრის მაძიებელთათვის ჩამოირთმიათ ყველაფერი, იქნებოდა ეს სამკაული თუ ქეში ფული. ის ღირებულებაც აღემატებოდა $1,500. ამ კანონს ეწოდა სამკაულის კანონი. 2018 წელს მორიგი კანონი მიიღეს, ცნობილი როგორც სამეზობლოს გეტო. ამ კანონის მიზანი იყო იმიგრანტების შემეცნება და ინფორმაციის მიცემა, რომლებიც ჯგუფებად ცხოვრობდნენ და მკვიდრი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. კანონის მიხედვით 1 წლის და ზემოთ ახალგაზრდები უნდა დასწრებოდნენ სპეციალურ გაკვეთილებს რელიგიის, გენდერული თანასწორობის, დემოკრატიის, შობისა და დანიური ცხოვრების შესახებ და თუ ვინმე ამაზე უარს განაცხადებდა, კარგავდა ყველა იმ სიკეთეს, რასაც სახელმწიფო მათ აძლევდა და სთავაზობდა. 2020-24 წლებში დანიის სახელმწიფომ დაიწყო სირიელი ტოვილებისთვის ცხოვრების უფლების ჩამორთმევა იმ მოტივით, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება უკვე აღარ წარმოადგენდა საფრთხეს. მათ ორი არჩევანი ჰქონდათ: ან უკან დაბრუნებულიყვნენ, ან ისევ ტოლვით და თავშესაფარში მოუწევდათ დარჩენა. რუანდაში იმ ხალხის გამწესება, ვინც ვერ იღებს ტოლვილის სტატუსს, არ არის მხოლოდ იდეა, ის უკვე ხორციელდება და დანიის პარლამენტმაც უკვე დაამტკიცა. ეს ნაბიჯი ძალიან გაამართლებს, თუ მხოლოდ დანია არ მიმართავს ამ ხერხს, თუმცა დანიამ თუ ამ არჩეულ მიმართულებას არ შეუცვალა გეზი, მისთვისაც დადებითი ეფექტი ექნება როგორც მოკლე ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც დანია პრაქტიკაში ახორციელებს, არის ისლამთან დაკავშირებული ქცევების აკრძალვა, როგორიცაა ჰიჯაბის ტარების აკრძალვა და საზოგადოებრივ სივრცეში ლოცვის ჩატარების აკრძალვა. დანიის მიზანია მაქსიმალურად დიდი დისკომფორტი შეუქმნან იმ ხალხს, რათა დანიაში ყოფნა მათთვის არ იყოს სასურველი და დანიის მიმართ ასეთი განწყობა შეექმნათ. არ მოხვიდეთ, აქ არავინ გელოდებათ. მაინც რა მოხდა ისეთი, რამაც ასეთ გახსნილ საზოგადოებას აიძულა ასეთი ქმედებებისთვის მიემართა. რატომ გადაწყვიტა დანიამ, რომ ასე მოქცევა, ასეთი შეზღუდვების მიღება ბევრად მეტ სარგებლეს მოუტანდათ მათ, ვიდრე აქამდე არსებულმა ვითარებამ. კეთილდღეობა, რომელიც დანიაშია, მოიცავს უფასო განათლებას, უფასო და საყოველთაო დაზღვევას, უმუშევრობის დაზღვევას და ეს სქემა მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა მთელი საზოგადოებაა მასში ჩართული. როცა ამაწყობელ სისტემაში მოქალაქეები ხედავენ, რომ მილიარდები იხარჯება და მიგრანტები არ მონაწილეობენ არაფერში, არ სწავლობენ, არ მუშაობენ, დანიელ მოსახლეობაში პროტესტი ჩნდება. დანია ცნობილი იყო თავისი უსაფრთხოებით, თუმცა მიგრანტების მოსვლის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. კრიმინალი საგრძნობლად გაიზარდა და ის დაცულობა, რაც აქამდე იყო თითქოს დროებით მაინც წასულ ჩაბარდა. ხოლო ეს მიზეზი უკვე გახდა რეალური მოქმედების საფუძველი. დანიის მიზანია მიგრანტებს დანიაში მისვლა აღარ სურდეთ, რადგან წინასწარ ეცოდინებათ, რომ იქ ღია ხელებით არ დახვდებიან და საჭიროების შემთხვევაში დანიის ნაცვლად შესაძლოა თავი რუანდაში წამოყვან. ძალიან საჭირო საუბარი მიმდინარეობს უკვე ევროკავშირის ტერიტორიაზე და ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ დანიის მაგალითს მიყვეს, თუმცა დანია ცნობისთვის ასევე ავსტრალიის მაგალითს მიყვება. ამიტომ ამ საქმეს თუ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიმართავენ და მიხვდებიან, რომ მიგრანტებთან საუბარი ასე და ამ ფორმით უკეთესია, მაშინ შეიძლება ევროკავშირს ეშველოს და ეს უამრავი მილიარდები, რომელიც დღეს ჰაერში იხარჯება, შემდეგში კონკრეტული მიზნის გამო დაიხარჯოს. ჩემი ვიდეოების სპონსორია Very Bad Agency, დიზაინის სააგენტო, რომლის ბრენდინგიც აგებულია ციფრული აფთიაქის მეტაფორაზე. სააგენტო იყენებს სარკაზმს, შავ იუმორს და ვიზუალურ დოფამის იმ ბრენდების გამოსაჯამთრებლად, რომლებსაც აქვთ კრეატივის ნაკლებობის სიმპტომები თავიანთ ციფრულ პროდუქტებში. თუ კი ამ ვიდეოს უყურებ, მოიწონე ჩემი ვიდეო, გამოიწერე ჩემი არხი და შენი აზრი კომენტარების სახით დაიმფიქსირე.